ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ზაზა ლომინაძე ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით დღის ცენტრს მადლი 50-50-ის ბენეფიციარებს ესტუმრა. ლომინაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე მიულოცა და საჩუქრად ლეპტოპები გადასცა. მისი გამარტებით ეს საჩუქარი ბავშვების გარესამყაროსთან ურთიერთობისათვის მნიშვნელოვანი საფუძველია. დღის ცენტრი მადლი 50-50 უკვე 7 წელია, რაც ფუნქციონირებს და იგი ამ დროისათვის 22 ბენეფიციარს ემსახურება. 3 დეკემბერს შევპირდი ამ ბავშვებს, რომ მოვიდოდით ბარბარობას ან ნიკოლოზობას და აუცილებლად რაღაც მცირედი საჩუქრები მოვიდოდა და დღეს გადავწყვიტეთ, რომ ამ ბავშვებს ჭირდებოდათ 2 მცირე ლეპტოპი, რომელიც აუცილებლად ესაჭიროებთ მას იმისათვის, რომ იყვნენ ყველა თავის თანატოლთან, ყველა ქუთაისის მოქალაქესთან ერთად ასოცირებული ისეთ ბავშვებაში, როგორც მათ შეეფერებოდათ. ამიტომ გადავეცით 2 კომპიუტერი და იმედია, რომ ასეთი ღვთისშეწევით დახმარებები ამ ბავშვებისთვის მრავალი ადამიანი გაიწევს და დაეხმარება. ყოველთვის ჩვენთვის დიდი სიხარული მადლი, როდესაც ამ შენობაში ჩემი ბავშვების გვერდით მოდის ადამიანები და იზიარებენ იმ მდგომარეობებს, რა მდგომარეობაში ჩემი ბავშვები არიან და გულთან განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა მოუხადო ძალიან ხშირ სტუმარს ჩვენთან, ჩვენ დაპირება ცოტა მოგცა, მაგრამ ბევრი გაგვეკეთა ბატონ ზაზა ლომინაძეს, მე არც სიხარულის განუკეთეს საუბარიც მიჭერს, ბატონ ზაზა დღეს ძალიან ხელდამშვენებული მოვიდა ჩემ ბავშვებო და ამათ სიხარულს საზღვარი არ აქვს. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოიჩენს სითბოს, სიყვარულს და ადამიანებას. გწერდეთ, რომ ამ სამყაროში არაფერი არ იკარგება, ადამიანების და უფალიც ყველაფერს ხედავს და აღირიცხება. ძალიან დიდი მადლობა თქვენ.